ხომ არ გონიათ, რომ Gemini უბრალოდ მორიგი chatbot-ია? კარგად დაფიქრდით, რადგან დღეს ამ წარმოდგენას სულ დაგანგრევთ. ამ გარჩევაში მე გაჩვენებ თუ როგორ აქცევს Power Up Suite გაფართოება Gemini-ს ნამდვილ სრულფასოვან სამუშაო სადგურად, რომელიც თქვენს პროდუქტიულობას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. აი შეხედეთ. მარცხნივ არის სტანდარტული Gemini, რომელსაც ალბათ ყველა კარგად იცნობთ. მარჯვნივ კი. აი ეს უკვე Gemini-ა Power Up Suite-ით. განსხვავება, რბილად რომ თქვათ, თვალში საცემია რა. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნობა არა. ეს არის პირველი ნაბიჯი, ბევრად უფრო ძლიერი სამუშაო გარემოსკენ. მოკლედ, აი რაზე ვისაუბრებთ დღეს. დავიწყებთ იმით, თუ როგორ იცვლება ინტერფეისი. შემდეგ გადავალთ კოდის ინტეგრირებულ სტუდიაზე, რაც ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ნაწილია. მერე ვნახავთ პროდუქტიულობის ინსტრუმენტებს, სხვადასხვა სერვისთან ინტეგრაციას და ბოლოს უსაფრთხოებასა და დამატებით წვრილმანებს, რომლებიც რეალურად ძალიან სასარგებლოა. კარგი, მოდით, დავიწყოთ პირველი ნაწილით. სანამ ფუნქციების სიღრმეებში ჩავალთ, მოდით ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ ეს ახალი სამუშაო სივრცე თქვენს გემოზე მოირგოთ და უფრო კომფორტული გახადოთ. პირველ რიგში შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი სასურველი ფონი. აირჩიოთ სხვადასხვა ვიზუალურ თემას შორის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ახალი ნავიგაციის პანელი. ეს პანელი ყველა საჭირო ინსტრუმენტს ხელის გულზე გიდევთ. ყველაფერი ერთი კლიკის მანძილზეა, რაც მუშაობას საოცრად აჩქარებს. ახლა კი მივადგეთ იმ ნაწილს, რომელიც ჩემი აზრით თამაშის წესებს ცვლის, განსაკუთრებით დეველოპერებისა და ზოგადად მათთვის, ვინც კოდთან მუშაობს. წარმოგიდგენიათ, რომ კოდის რედაქტირება და მართვა პირდაპირ Gemini-ის ინტერფეისიდან შეგიძლიათ. მოდით ვნახოთ, როგორ ხდება ეს. პროცესი საოცრად მარტივია, სულ 4 ნაბიჯი. ირჩევთ თქვენი პროექტის მთავარ საქაღალდეს, ატვირთავთ ფაილებს, რათა AI-იმ სრული კონტექსტი დაინახოს, შემდეგ ჩვეულებრივად ესაუბრებით თქვენს დავალებაზე და ბოლოს მის მიერ შემოთავაზებულ კოდის ცვლილებებს ერთი ღილაკის დაჭერით გადაგაქვთ თქვენს რეალურ ფაილებში. დააკვირდით, ეს არის ფრაგმენტი იმ ინსტრუქციიდან, რომელსაც AI იღებს. ანუ, ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ის უბრალოდ ასისტენტი კი არა, ჩვენი მეწყვილე პროგრამისტია. AI-ს ესმის, რომ მისი რჩევები პირდაპირ აისახება თქვენს პროექტზე. ეს ფუნდამენტალურად ცვლის AI-სთან ურთიერთობის დინამიკას. სწორედ აქ ერთვება თამაში ჭკვიანი კოდის პაჩერი. წარმოიდგინეთ, ეს არის ხიდი AI-ის იდეასა და თქვენს რეალურ კოდს შორის. ის ავტომატურად ხვდება რა იყო ძველი კოდი და რა არის ახალი შემოთავაზება და გაძლევთ საშუალებას ერთი კლიკით განაახლოთ თქვენი ფაილები. აი სწორედ აქ ხდება მაგია. მარცხნივ არის თქვენი არსებული კოდი, მარჯვნივ კი AI-ის მიერ შემოთავაზებული ვერსია, თანაც ყველა ცვლილება გარკვევით არის მონიშნული. თქვენ უბრალოდ აფასებთ და აჭერთ ღილაკს ცვლილებების გამოყენება. და რაც მთავარია, დაემშვიდობეთ კოპირებას და ჩასმას. კარგი, კოდი გასაგებია, მაგრამ ეს გაფართოება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კოდირების ინსტრუმენტი. Power Up Suite Gemini-ს თქვენი პროდუქტიულობის მართვის ცენტრად აქცევს, სადაც ამოცანების და დროის მენეჯმენტი პირდაპირ ჩეთშია ჩაშანებული. წარმოიდგინეთ, ყოველ დილით, ყავასთან ერთად, Gemini ხვდებათ ყოველდღიური ბრიფინგით. სისტემა ანალიზებს თქვენს პროექტებსა და ამოცანებს და გაძლევთ მოკლე კონკრეტულ გეგმას. რა უნდა დაიწყოთ დღეს, რა ასასწრებთ და რომელ პროექტებზე მუშაობთ. ხომ იცით, როცა კონცენტრაცია გიჭირთ, აი ჩაშენებული ტაიმერი და შეხსენებები ზუსტად მაგისთვისაა. დააყენებთ თქვათ 25 წუთზე, იმუშავებთ სრული ფოკუსით, მერე კი სისტემა შეგახსენებთ, რომ დროა ცოტა შეისვენოთ. პროდუქტიულობისთვის ეს ძალიან ეფექტური მეთოდია. და თუ ხშირად გიწევთ ერთი და იგივე რთული პრომპტების წერა, ეს ფუნქცია თქვენს დროს რადიკალურად დაზოგავს. პრომპტების მენეჯერი გაძლევს საშუალებას შეინახოთ, დაახარისხოთ და ერთი კლიკით გამოიყენოთ თქვენი საუკეთესო პრომპტები. ეს ზოგავს დროს და რაც მთავარია, ყოველთვის ერთნაირად კარგ შედეგს გაძლევთ. ახლა კი ვნახოთ, როგორ წყვეტს Gemini იზოლირებულ ინსტრუმენტად ყოფნას და როგორ ხდება თქვენი სამუშაო პროცესის ცენტრალური ხაბი. ის აღარ არის ცალკე, ის თქვენი სამუშაო ეკოსისტემის ნაწილი ხდება. აი, მაგალითად, ესაუბრებით AI-ს და საუბრისას აღმოაჩინეთ რაღაც პრობლემა, ბაგი კოდში. იმის მაგივრად, რომ გადახვიდათ GitHub-ზე, მოძებნოთ რეპოზიტორია, შექმნათ ახალი issue, ამ ყველაფერს აკეთებთ პირდაპირ ჩეთიდან, 1-2 კლიკით. წარმოუდგენლად მოსახერხებელია. და რა ხდება, როცა კომპიუტერთან არ ხართ? პრობლემა არა. Telegram bot-ის საშუალებით თქვენ მუდმივად კავშირზე ხართ. ის დროულად გამოგიგზავნით შეხსენებებს და მნიშვნელოვან განახლებებს პირდაპირ თქვენს ტელეფონში. კონტენტის შემქმნელებო, თქვენთვისაც არის კარგი ამბები. ტექსტი, რომელსაც AI დაგიგენერირებთ, შეგიძლიათ პირდაპირ WordPress-ზე გადაიტანოთ, ან თქვენს კვლევას მოუყაროთ Notebook LM-ში. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. და ბოლოს, მოდით შევკრათ ეს ყველაფერი იმ პატარ-პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებით, რომლებიც ამ სამუშაო სადგურს სრულყოფილს ხდის. უსაფრთხოება რა თქმა უნდა პირველ ადგილზეა. Gemini Lock-ის ფუნქციით შეგვიძლიათ პაროლი დაადოთ თქვენს ჩეთებს და პროექტის მონაცემებს.
ასე რომ თუ კომპიუტერს უყურადღებოდ დატოვებთ, თქვენი ინფორმაცია დაცული იქნება. და ეს ყველაფერი არ არის. დაფიქრდით, ჩაშენებული გაქვთ თარჯიმანი. მედია ბიბლიოთეკა, სადაც ყველა თქვენი ფაილია თავმოყრილი. დეტალური ისტორია, რომ არაფერი დაგეკარგოთ და სურათების რედაქტორიც კი, სწრაფი ცვლილებისთვის. ყველაფერი ერთ სივრცეშია, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის მუშაობას. ასე რომ საბოლოოდ დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ კითხვას, თქვენი ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ პასუხების მანქანაა, თუ თქვენი სამუშაოს მართვის ცენტრი. Gemini Power Up Suite-ის შემდეგ ვფიქრობ, პასუხი ნამდვილად ნათელია.